20 მაისი ტრავმატოლოგთა საერთაშორისო დღეა. უამრავი ექიმი აღნიშნავს მსოფლიოს მასშტაბით თავის პროფესიულ დღეს. ეს დღე აღინიშნება საქართველოშიც. რა დონეზეა დღეს ჩვენს ქვეყანაში და რა გამოწვევების წინაშე დგას მედიცინის ეს მიმართულება, ტრავმატოლოგია. ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარია და თემაზე ექიმ-ტრავმატოლოგ, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ტრავმატოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელ, საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტ ზურაბ ხაბეიშვილთან ერთად ვსაუბრობთ. მოგესალმებით ბატონო ზურაბ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით და ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მართალია ეს გადაცემა 20 მაისს უნდა შემდგარიყო თქვენს პროფესიულ დღეზე, რომელსაც ცოტა მოგვიანებით გილოცავთ თქვენც და თქვენს კოლეგებსაც. სამაგეროთ მე პირდაპირ მნიშვნელობით აღვნიშნე ტრავმატოლოგთა დღე და მადლობა ბატონ ირაკლი ხაბეიშვილს წარმატებული ოპერაციისთვის. გავაგზავნოთ ჩვენი გადაცემა. ზემონებით. ბატონო ზურაბ, თუ ვწდები, ტრავმატოლოგია არის ბერძნული წარმოშობის სიტყვა და რას სწავლობს, რას მკურნალობს მედიცინის ეს მიმართულება? დიახ, ეთანხმებით, ნამდვილად ბერძნული წარმოშობის სიტყვა ტრავმატოლოგია და მოიცავს ორ ნაწილს, ტრავმასა და ლოგიას, ანუ მოძღვრებას დაზიანების შესახებ. ეს დარგი თავისთავად ცხადია, როგორც დარგი შეიძლება არა, მაგრამ როგორც ერთ-ერთი მიმართულება მედიცინის, ერთ-ერთი უძველესია, იმდენად, რამდენადაც ალბათ პირველმა ყოფილმა ადამიანმა, როცა ხიჭვი გამოუღო მეორე ადამიანს, უკვე ეს უცხო სხეულის ამოღებას ნიშნავს და თანამედროვე გაგებით უკვე რაღაცა მანიპულაცია ტრავმატოლოგიური. ანუ აქედან გამომდინარე უძველეს მიმართულებად ითვლება მედიცინისა და უძველეს განხრად. დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ მოწვევისათვის ტრავმატოლოგიის ახსნის შემდეგ. მინდა მადლობა მოგახსენოთ იმისათვის, რომ მოგვილოცეთ ტრავმატოლოგიური მსოფლიო დღესასწაული ორთოპედ ტრავმატოლოგთა, ანუ როგორც დღეს ამბობენ, ძვალსახსართა ქირურგების საერთაშორისო დღე, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება 20 მაისს და განსაკუთრებით საინტერესოა სხვათა შორის ის თვალსაზრისი, რომელშიც ნამდვილად ალბათ მოვიკოჩლებთ 100 წლის გახდებოდა სულ ერთი კვირის წინათ ჩვენი ამაგდარი პატრიარქი ტრავმასა და ორთოპედიაში საქართველოში ამ მიმართულების დამფუძნებელი, განმავითარებელი, უზარმაზარი პიროვნება, მოღვაწე, მეცნიერი, ინოვატორი ბატონი ოთარ ხუდუშაური, რომელსაც 100 წელი შეუსრულდება და ვიმედოვნებ, რომ ამას აუცილებლად აღნიშნავთ უახლოეს დროში. ბატონო ზურაბ, მაინტერესებს სტატისტიკა თუ იცით, როგორია, რას გვიჩვენებს სტატისტიკა, იმიტომ რომ ყველაზე ხშირად ადამიანები როგორც აღმოჩნდა, მიმართავენ ტრავმატოლოგებს, დაცემის, ხელის დაჭიმულობის, დაბეჟილობის, მოტეხილობის გამო. საქართველოში და ქუთაისში რამდენად ხშირია მომართვიანობა და რამდენად რთულ შემთხვევებთან გიწევთ, თქვათ, შეჭიდება და გამკლავება? დიდად არ განსხვავდება სტატისტიკა საქართველოს სხვა ქვეყნებისაგან, თუ მეტი არა, სხვადასხვა მიზეზების გამო, 1000 მოსახლეზე არსებული ტრავმების რაოდენობით დაახლოებით ეს ციფრი ერთნაირია მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში და მათ შორის ქუთაისშიც. ეს მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, რამდენად არის დაცული ადამიანი სხვადასხვა ტრავმოგენული ფაქტორებისაგან და თავისთავად ცხადია აისახება სტატისტიკაზედაც. საერთოდ იმთავითვე უნდა ვთქვა, რომ ტრავმა, მასთან მიმართიანობა და ასე შემდეგ და მნიშვნელობა ტრავმატოლოგიური მიმართულებისა და ტრავმის პროფილაქტიკის არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუნდაც უბრალოდ იმიტომ, რომ თუ ავიღებთ ყველაზე ძვირფასი, რაც საზოგადოებას გააჩნია და ადამიანს გააჩნია, არის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. უპირველესი მიზეზი სიკვდილიანობის დღეს მსოფლიოში არის გულსიძარღვთა დაავადებები. მეორე ადგილზე დგას სიმსივნეები, კიბო. მესამე ადგილზე დგას ტრავმა, რომელიც იწვევს ადამიანის სიცოცხლის მოსპობას. მაგრამ საქმე იმაშია, რომ თუ ჩვენ გადავხედავთ ადამიანის სიცოცხლის იმ პერიოდს, როდესაც ის საზოგადოებისათვის შრომის უნარიანია, ქმედითია და პროდუქტიულია, მაშინ ანუ წინა საპენსიო ასაკამდე საუბარი, მაშინ ტრავმა და მისგან გამოწვეული სიკვდილიანობა გადადის პირველ ადგილზე.
კარგად მოგეხსენებათ, გულსიზრდვა დაავადებები და სიმსივნეები უფრო მოხუცებულობით ასაკში. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისათვის, ქვეყნისათვის, რომლის უპირველეს სიმდიდრეს წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლე, იყოს გათვალისწინებული ყველა ის შესაძლებლობა პროფილაქტიკისა, რათა თავიდან ავიცილოთ ან შევამციროთ მაინც ის, რაც ტრავმას მოყვება უბედურ შემთხვევებში, ასეთ შემთხვევებში, ან დაუშვათ ვთქვათ, თანდაყოლილი დაავადებების კურნალობის თვალსაზრისით. ბატონო ზურაბ, საინტერესოა, რომელი ასაკიდან იწყებს ადამიანის ძვალსახსროვანი სისტემა დასუსტებას და რომელი ასაკიდან უფრო არის, ასე ვთქვათ, მეტი რისკი მოტეხილობა მიიღოს ადამიანმა. მოგახსენებთ, რომ ზოგადად შეიძლება ასაკი როგორც ასეთი კონკრეტულად არ შეიძლებაოდეს მინიშნება, მაგრამ არის პერიოდი, სიცოცხლის რაღაც პერიოდი, როდესაც უკვე გამახვილებული უნდა იყოს ყურადღება ძვალსახსართა სისტემის მიმართ იმ თვალსაზრისით, რამდენად კომპაქტურია ძვალი, რამდენად დესმოგენური და ასე შემდეგ. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა, თუ გამოვრიცხავ დაუშვათ თანდაყოლილ პათოლოგიას, როდესაც ბავშვები იბადებიან უკვე სუსტი ძვლებით, ეგრეთ წოდებული ლოფშტაინ-ფროლიკის დაავადება, რომელიც ქართულად უფრო მოკლედ რომ ვთქვათ, შუშის ბავშვებს უძახიან, იმიტომ რომ სულ პატარა ტრავმაც კი საკმარისია, რომ ბავშვმა მიიღოს მოტეხილობა. დაახლოებით არის ადამიანები ჩვენ აღრიცხვაზე ვყავდა ასეთი ბავშვები ქუთაისში და ეხლაც ავყავს, შეიძლება ცხოვრების მანძილზე 10, 20, 30, 50 და მეტი მოტეხილობაც კი მიიღოს. მაგრამ საბედნიეროდ კარგადაც ხორცდება, მაგრამ ოპერაციების გარეშე მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ კონსერვატიული ფორმით იყოს კურნალობა ჩატარებული. რაც შეეხება შემდგომ თაობებს ჯანმრთელი ადამიანის ფიზიოლოგიის გათვალისწინებით, ქალბატონებში ძირითადად ეს იწყება მენოპაუზალურ პერიოდში, ანუ სადღაც სიცოცხლის მეხუთე დეკადაში, როდესაც უკვე ძვალი იწყებს გამოფიტვას, უბრალოდ რო ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ოსტეოპენია, შემდეგ ეს გადადის ოსტეოპოროში და მაღლდება რისკი სხვადასხვა ნაწილის სკელეტის მოტეხილობის ალბათობის. მამაკაცებშიდაც დაახლოებით რატომღაც წყალგამყოფად მიღებული არის ასაკი მსოფლიოში 55 წელი. მანამდე ასე ვთქვათ, ძვალს აქვს ბევრად კარგი რეგენერაციის უნარი, აი ამ ასაკის შემდეგ ყოველთვის 75 წლამდე კიდე ასე ვთქვათ, საშუალო რეგენერაციის უნარითა და მერე უკვე გერიატრიულ ასაკში 75 წელსევით, რა თქმა უნდა, შესაძლებლობები უფრო უმცირდება ორგანიზმში. ბატონო ზურაბ, პრევენცია თუ არსებობს, აი მაგალითად დაგეკითხებით იმის თაობაზე, რამდენად შეესაბამება გავრცელებული მოსაზრება ყავისმასთან დაკავშირებულ რიტუალს, რომ ხშირი ყავისმის შედეგად ირეცხება ძვლები და სასურველია რძიანი ყავა თუ მაინცა და მაინც და პრევენცია რა არის? აი რა შეიძლება ადამიანმა მიიღოს ბუნებრივი საკვების სახით, ისეთ რომ თქვა ძვლები გაძლიერდეს. არსებობს ასეთი რამ? როგორც ესე არსებობს ასეთი მითი, რომ ყავა, დიდი რაოდენობით ჩაი და სხვა პროდუქტები კიდე ყველას ვერ ჩამოვთვლი, იწვევს ძვლის სტრუქტურის გამოფიტვას, ოსტეოპენიას და ოსტეოპოროზს. მინდა მოგახსენოთ, რომ ეს არის მითი თქვა, ამიტომ თქვი, რომ აბსოლუტურად არ არის დადგენილი, რომ ეს რაიმე ცუდზე გავლენას იყენდეს. უკაცრავად? თუ კი ეს არ არის გამოყენებული ჭარბად და არანორმალური რაოდენობით. ნორმად შეიძლება რომ ერთი ფინჯანი ჩაითვალოს? დიახ, ერთი ფინჯანი ყავა ან ორი ფინჯანი დილით საღამოს ჩაი აბსოლუტურად გავლენას ამაზე არ ახდენს. გავლენას ახდენს უფრო ის ფორმა კვებისა, რომელსაც ადამიანი მიჩვეულია და აუცილებლად ურჩევენ ხოლმე იმ პერიოდში, როცა მატულობს რისკი ძვლების მოტეხილობის სპონტანურად ან პატარა ტრავმაზედაც, რომელსაც არ უნდა გამოეწვია წესით მოტეხილობა, მაგრამ მაინც მოხდა, ეს უკვე მიუთითებს ძვლის სტრუქტურის დაქვეითებაზე, ოსტეოპოროზზე და ამიტომ მაშინ ურჩევენ შესაბამისად დიეტაში მაქსიმალურად დიდი რაოდენობით იყოს გამოყენებული ისეთი პროდუქტები, რომლებიც შეიცავს ცინკს, კალციუმს უპირველეს ყოვლისა, რკინას, მიკროელემენტებს, სხვას, მაგნიუმს, მანგანუმს, ვიტამინების კრებულს და ასე შემდეგ. ბატონო ზურაბ, ძალიან მაინტერესებს თქვენ რატომ აირჩიეთ პროფესიად ტრავმატოლოგია და თქვათ რატომ უშუალოდ ქირურგია არა ან კარდიოლოგია? ეხლა რო გავიხსენო, გაგეცინებათ, ნამდვილად არ ვაპირებდი ტრავმატოლოგობას არასოდეს, მაგრამ ეს მოხდა სრულიად შემთხვევით, იმ თვალსაზრისით, რომ უკვე გავხდით მე-6 კურსის სტუდენტი, დავამთავრე სამედიცინო ინსტიტუტი, შემდეგ უკვე ეგრეთ წოდებული იყო მაშინ რეზიდენტურას რო უძახიან ეხლა
და მომიწია პატარა კურსის გავლა, როგორც ზოგად ქირურგს მომიწია ეს სავალდებულო იყო, რომ გამეარა 1 თუ 2 თვიანი კურსი ტრავმატოლოგიაშიც. როდესაც მოვხვდი ტრავმატოლოგიაში, მომეწონა ის, რასაც თხოვლობს ზოგადად ტრავმატოლოგიიდან ავანტყოფი და ექიმს რა შესაძლებლობები ეძლევა. რა არის ეს? ეს არის მოძრაობის თავისუფლება. იმიტომ რომ ყველაზე დიდი აკრძალვა საერთოდ თავისუფლების შეიძლება მიაჩნდეს ვინმეს ციხე, მაგრამ ციხეშიდაც აუცილებელი ადამიანმა გასაიღებაზე გამოვიდეს და ყველაზე დიდი ფორმა აკრძალვის თავისუფლების არის საწოლთან მიჯაჭვა და თუ კი ტრავმატოლოგს შეუძლია რომ ეს დაუბრუნოს ადამიანს დიდი ბედნიერება. ამასთან ერთად მიყვარდა ხატვა, ზერწვა, გატაცებული ვიყავი ხელოვნების მიმართულები და აღმოჩნდა რომ და არა მარტო აქვე მინდა უთხრა ტელემაყურებლებს რომ გარდა იმისა რომ ბატონი ზურაბი არაჩვეულებრივად ხატავს, ის არის არაჩვეულებრივი მუსიკოსი. ალბათ წარსულში. და ეს მოცულობითი წარმოსახვის შესაძლებლობა თუ კი აქვს ადამიანს ძალიან ეხმარება შემდეგ ტრავმატოლოგიურ პრაქტიკაში და ალბათ ესეც გამომადგა. ხომ არა გაქვთ შემთხვევით დათვლილი რამდენი ოპერაცია გაქვთ ჯამში გაკეთებული? მე თვითონ ამას რა თქმა უნდა ასე ზუსტად ვერ დავითვლი, მაგრამ აბჯართ მტარებელს უძახი ჩემსას საოპერაციო ექთანს, რომელიც აგერ უკვე დაახლოებით 40 წლამდე არის ჩემს გვერდში იხსვის სხვადასხვა საავადმყოფოში, სადაც მიმუშავია და დაახლოებით ეს ციფრი 18-20 ავიდა ამ 45 წლის მანძილზე. და ნამდვილად შთამბეჭდავი ციფრია. ბატონო ზურაბ, თანამედროვე ტექნოლოგიები უკვე საშუალებას იძლევა უფრო დამზოგავი ოპერაციები, ეგრეთ წოდებული უსისხლო, როგორც ხალხშია გავრცელებული და მე კიდევ ერთი ინფორმაცია მინდა ჩვენს მსმენელს და მაყურებელს მივაწოდო, რომ თქვენ ხართ პიონერი, ვინც ეს დასავლეთში და ქუთაისში 10 წლების წინ დანერგა საუბარია ართროსკოპიული მეთოდით ოპერაციების გაკეთებაზე და რა ხდება ახლა? ეს მაინტერესებს, რამდენად თანამედროვე აპარატურა გვაქვს ჩვენ ქუთაისში, რომლითაც თქვენ აკეთებთ ოპერაციებს და თუ მაინც გიწევთ ღია წესით ოპერაციების გაკეთება, როდესაც შემთხვევები რთულია. მოგახსენებთ, რომ ყველა ოპერაციას შესაძლებლობა ეხა ძალიან გაფართოვდა მეთოდებისა, მეთოდოლოგია ტრავმატოლოგიაში გულისხმობს როგორც მაიპოტექნიკას, როგორც თქვენ ბრძანეთ მინიმალური ინვაზიით, ოსტეოსინთეზს, ასევე ღია წესით გაკეთებულ ოპერაციებს. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ექიმის გამოცდილებიდან გამომდინარე უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული და რაც შეეხება მინიმალურ ინვაზიას, ანუ დაზოგვითი ტრავმით გაკეთებული ოპერაცია, იმიტომ რომ ნებისმიერი ოპერაცია ისევ კიდე აგრესია არის ადამიანის ორგანიზმზე, მაგრამ ეს აგრესია უნდა იყოს გამართლებული საბოლოო შედეგით, ხო? და რაც უფრო ნაკლები აგრესია ადამიანის ორგანიზმზე, მით უფრო მალე დგება რეაბილიტაციის საშუალება, მით უფრო მალე ხდება აღდგენა და წყობში ჩაყენება ადამიანის. რაც შეეხება აი ართროსკოპიულ მეთოდს, ნამდვილად ეს პირველად აჩვენეს საჩვენებელი სახით, მაშინ თბილისში გახდით რეზიდენტურაში. ეს იყო 91 წლის აგვისტო, როდესაც ჩამოფრინდა ბატონი ვალდის ზატლერსი რიგიდან, რომელიც ახალ ნამოწაფარი იყო ამერიკაში, შეერთებულ შტატებში, მისივე თანამემამულის ბერტრამ ზარინჩის კლინიკაში ფილადელფიაში და მას გამოატანეს იქიდან ეს მთელი აპარატურა, მან დაიწყო დაარსა სკოლა რიგაში, მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ბოლო წლები იყო, ასე ვთქვათ, და საჩვენებელი ოპერაციები ჩაატარა თბილისში. იმ წუთში მოვინუსხე ამ მეთოდის ნოვიზნით, დავინტერესდი და ვთხოვე მას, რომ რამდენადაც შემძლებოდა მოხვედრილიყავი მასთან კურსებზე, რომ შევესწავლა ეს მეთოდი და ასეც მოხდა. სექტემბრის თვეში უკვე მასთან აღმოჩნდი, გავიარე პირველი კურსები, ჩამოვედი ქუთაისში, მაგრამ მე მივხვდი, რომ ეს ყველაფერი კარგი იყო, მაგრამ აპარატურის არქონის შემთხვევაში აბსოლუტურად შეუძლებელი იყო რაიმის გაკეთება. დავიწყე ამაზე ზრუნვა. რა თქმა უნდა და მაშინდელი ქალაქის ხელმძღვანელობა განათლოსული მისი ბატონი მალხაზ დვალიშვილმა ძალიან დიდი ყურადღება, ჩემი მეგობარიც იყო, კოლეგაც, მაგრამ შესაძლებლობები ჰქონდა ამისა, როგორც ადმინისტრატორს ერთ-ერთ ჩვენი რეგიონის გამოეყო თანხა, იმ დროისთვის ეს უზარმაზარი თანხა იყო და
შეგვეძინა ეგრეთ წოდებული უკვე ნახმარი აპარატურა, იმიტომ რომ ახალი სრულიად შეუძლებელი იყო რამოდენიმე ათეულ ათასობით დოლარზე იყო საუბარი და ეს მაშინ იყო ფანტასტიკური თანხა ჩვენი ქალაქისთვის და შევიძინეთ ეს აპარატურა, რომელიც ჩამოტანილი იქნა შემდეგ ქუთაისში და 91 წლიდან დავიწყეთ აქტიურად უკვე ამ ოპერაციების კეთება. მერე მოხდა ისე, რომ მე თვითონ ქუთაისში სტუმრად ჩამოსულმა პიროვნებამ საფრანგეთთან იყო ასეთი პიროვნება ბატონი საფრანგეთის ეგრეთ წოდებული საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელი ტრავმაორთოპედიაში ჟან-პიერ დიუბოსი, რომელიც გვესტუმრა ქუთაისში, ნახა ის შესაძლებლობები, რაც ჩვენ მქონდა ართროსკოპიაში და მან მითხრა, რომ მე ასეთიც არ მქონდა, როცა ვიწყებდიო და მითხრა, რომ ჩავსულიყავი მასთან სამუშაოდ საფრანგეთში. ეს იყო სადღაც 93 წელი, პირველად როცა წავედი საფრანგეთში. მან თავის ოჯახში მიმიწვია, სასტუმროშიც არ გამიშვა, დავახლოვდით, ქუთაისში ნამყოფი კაცი მოგეხსენებათ უკვე და აქ ნაპურმარილარი სხვანაირად უყურებს საქართველოსაც, ჩვენ ხალხსაც და სრულიად სხვა წარმოდგენა ექნება ქვეყნის კულტურაზე და წარსულზე და ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია მან. ამას იმიტომ ვყვევი, რომ მიუხედავად ახალგაზრდებს მინდა გავაგებინო უბრალოდ რომ არც ერთნაირი ბარიერი არ არსებობს გადავლახავი თუ კი მოინდომებს ადამიანი. მე სიზმარშიდაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ დაუშვათ თქვა ქუთაისში შემეძლებოდა მქონებოდა სრულიად ახალი აპარატურა იმ დროისთვის ბოლო თაობა, რასაც ქვია ენდოვიზიის ბოლო თაობა, რომელიც უკვე ასეულ ათასობით დოლარზე შეიძლება ყოფილიყო გასული, რომ მქონებოდა შესაძლებლობა მემუშავა ამითი და ჟან-პიერმა მითხრა სხვათა შორის, რომ ყოველთვის უნდა იქონიო იმედიო, არასოდეს არ უნდა დაკარგო და თურმე გუნებაში სულ სხვა რაღაც ჰქონია და მან მიწერა მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ერთ-ერთი და ცნობილი მწარმოებელი გერმანული ფირმა შტორცი, რომელსაც კარლ შტორცმა დაუდო მე-19 საუკუნის ბოლოს საფუძველი, მისწერა მის შვილს ელენ შტორცს, რომ ასეთი კაცი არსებობს ქუთაისში, არსებობს საქართველოს, არსებობს სურვილი, რომ თქვენი აპარატურით მუშაობის და ასე ძალიან საინტერესო ისტორია ასწავლებით ბატონო. და მოხდა ისე, რომ დაახლოებით ერთ თვეში ქუთაისში ჩამოვიდა რაღაც პატარა ბარიერების გავლით საბაჟოზე, მაგრამ როცა გაიგეს რა თვირთი იყო, არც ამაზე არ იყო პრობლემა. მოხდა ეს თვირთი უბრალოდ დიდი ყუთების სახით, რომელსაც ეწერა უბრალოდ კარლ შტორცის ფირმა უგზავნის საქართველოს ქუთაის დოქტორ დეერ ზურაბ ხაბეიშვილს. არაფერი მეტი. და დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ დამემტკიცებია, რომ ეს ჩემს სახელზე იყო ნამდვილად გამოგზავნილი და რომ გადასახადიც არ ქონებოდა რაიმე ბაჟის სახით, ყველაფერზე სათითაულოდ მიწერილი იყო დაწყებული ნივთებიდან დამთავრებული ელექტროაპარატურით, რომ იყო ნულოვანი ფასის. შესაბამისად აწიბილებოდა და აქედან დაიწყო ეს ისტორია. კი ბატონო, თან მე მხვდა პატივი წილად გადამეღო პირველი სიუჟეტი. კი ბატონო, თქვენი აპარატურის და სიახლეების შესახებ. შემდეგ უკვე აგერ გავიდა სადღაც მე-13 საუკუნე. კი ბატონო. ეხლა უკვე აღარ არის პრობლემა ეს. ტენდენცია ჩამოყალიბდა საქართველოში, რომ თუ ვინმეს რაიმე ასტკივდება, მიდიან უცხოეთში სამკურნალოდ და ხდება გადინება, ესე ვთქვათ, და სამედიცინო ტურიზმი ჩამოყალიბდა. მე მაინტერესებს არ მსმენია ისე სიმართლე გითხრათ, რომ აი ტრამვული პრობლემების გამო ვინმე წასულიყო უცხოეთში სამკურნალოდ. რამდენად არის საქართველოში შესაძლებელი ვთქვათ ურთულესი ოპერაციების გაკეთება და პრობლემის პრობლემა, რომელზედაც მე ძალიან გული მტკივა. იმიტომ რომ ამას სათანადო ყურადღება უნდა ექცეოდეს, მეც ხშირად მიწევს დადასტურება ან უარყოფა იმისა, როგორც ტრავმაორთოპედიის საზოგადოების პრეზიდენტს, რომ სჭირდება ნამდვილად ამ ადამიანს საზღვარგარეთ კურნალობა თუ არ სჭირდება. შესაძლებელია ეს ოპერაცია გაკეთდეს საქართველოში, სახლში, ეგრეთ წოდებულ საკუთარ გარემოში, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტისთვის, ვიდრე სტრესული გარემო უცხოეთში და ასე შემდეგ, თუ არ არის ამის შესაძლებლობა. მე გეტყვით ერთ რამეს, აქ დასაფარი არაფერი არ არის, ამას ნებისმიერი ქვეყანა ცდილობს, ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის რა თქმა უნდა საქართველოს ცდილობს სხვადასხვა მიმართულებით, რომ მედიცინის კომერციული მხარე აითვისოს. რითაც შემოდინება ხდება იმ ქვეყანაში ფული, სადაც პაციენტები ჩადიან სამკურნალოდ და შესაბამისად თანხაც იხდიან.
მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან მარტივი პასუხი შეიძლება მოგცეთ ამაზე. ხარი მიყავდათ დანასთანო ისჯობია თუ დანა მიიტანონ ხართან. ეს ცოტა ახალ ქირურგიასთან ცოტა უხერხული შედარება, მაგრამ ზოგადად კარგად წარმოსახავს იმ პრობლემას, რომელიც მე მირჩევნია მაგალითად ის თანხები, რომელიც ყოველ კონკრეტულ პაციენტზე ხანდახან იძულებული ვართ გამოყოს მთავრობამ და ეს არ არის 1000 და 2000 და 10000 და ბევრად დიდი თანხებია, რომელიც ვალუტაში გამოიყოფა კონკრეტული ავადმყოფის სამკურნალო საზღვარგარეთ, ჯობია მე ვფიქრობ, რომ მოხმარდეს ადგილობრივი კადრის გაზრდას, რომელიც არც კი მოიხმარს ამდენ თანხას და იგივე აპარატურით, რასაც იქ ვნახულობთ, ჩამოვიტანოთ, აქაც შევიძინოთ, მოვამზადოთ შესაბამისი კადრი და ყავდეს სპეციალისტი, ვიდრე გავაგზავნოთ სხვაგან და 10ჯერ და 100ჯერ მეტი თანხები ვხარჯოთ ამაში. ასეთი მიმართულებები მაინც რჩება ჯერ პრობლემატური საქართველოში, ეს არის ძირითადად ჩვენი კუთხით თუ ვისაუბრებთ ტრავმატოლოგია, ორთოპედიაზე, ეს არის ძირითადად ონკოლოგიური ძვალსახსართა ქირურგია, რომელშიდაც ჩვენ ჯერჯერობით ისეთ სიმაღლეზე არა ვართ, მაგრამ მაინც მინდა გითხრათ, რომ უკვე ძალიან დიდი ნაბიჯებია გადადგმული. თბილისში ახლა საქართველოს პატარაა და ყველა ქალაქში და ყველა კუთხეში ტრავმატოლოგიური განყოფილება არ არის და მით უმეტეს ონკოლოგიური ძვალსახსართა განყოფილება არ შეიძლება არსებობდეს. იმიტომ რომ სულ 100,000 კაცზე 1 და 2 შემთხვევა წელიწადში და ჩვენ 3,5 მილიონი დავჭით, მე მგონია და შესაბამისად არ არის აუცილებელი რომ ყველა კუთხეში და რაიონში იყოს ონკოლოგიური მიმართულების ძვალსახსართა ქირურგიული სერვისი. არის თბილისში უკვე ათვისებული აქვთ და ძალიან წარმატებით მუშაობენ და მათი მენტორები, რომელიც იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში მუშაობენ და ეს ახალგაზრდა კადრებია ძირითადად ჩვენი, მათ სასახელოდ უნდა ითქვათ, რომ აქტოვანებული არიან მათი მენტორები იმ დონით, რომელსაც საქართველოს ამ თვალსაზრისით მიაღწია. მაგრამ ჯერჯერობით მაინც არის მოთხოვნილებები იმაზე, რომ გადაყვანილი იქნეს განსაკუთრებით აი ბავშვებში მოწმენდილცაზე გავარდნილი მეხივით ამ მშობლისთვის სიმსივნური დაავადების გაგება პატარა ბავშვზე 14 წლამდე ასაკი მაქვს ხედელობაში 16 წლამდე ასაკი და იძულებულია ეძებოს რაღაც გზები, აგროვოს თანხა, შემოწირულობები და ასე შემდეგ. კარგი წინადადება იყო სახელმწიფოსგან, როდესაც თქვენ მოისმინეთ მთავრობის განცხადება, რომ უკვე შესაძლებელია მეურვესთან ერთად დედა იქნება თუ მამა იქნება, ასეთი ბავშვები გადაყვანილიყვნენ ან ესპანეთში, ან ისრაელში და კიდევ მესამე ქვეყანა იყო იქ ნახსენები, მე მგონი გერმანია თუ არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ არჩევანით შეიძლება გაიგეთ თურქეთში, გერმანია არა, თურქეთში. მე მინდა გითხრათ, რომ შიგნიდან ვიცი ეს საქმე და აბსოლუტურად შესაძლებლობა ჩვენ იმისა გვაქვს, რაც იკეთდება, გაკეთდეს აქაც. ამისთვის არის მხოლოდ საჭირო კეთილი ნება და იმ თანხების აკუმულირება, რომელიც ჯერჯერობით ასათვისებელი არის, აპარატურა იქნება, ახალგაზრდა კადრის აღზრდა იქნება თუ თუნდაც გაგზავნა სასწავლებლად. ვიდრე ჩვენი პაციენტების იქ ტრანსფერები. აი თქვენ ახლა ახსენეთ, რომ ახალგაზრდა თაობის აღზრდა გასაგებია, რომ ყოველწამიერად ვითარდება ტექნოლოგიები, ახლდება გაიდლაინები და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია საქართველოს მსოფლიო მასშტაბით არსებული გაიდლაინებით მუშაობს. თქვენ რამდენად ხშირათა გაქვთ ესე ვთქვათ, შეხვედრები თქვენ უცხოელ კოლეგებთან, ტარდება თუ არა საქართველოში კონფერენციები, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ საერთაშორისო დონის სტუმრები, თქვენი კოლეგები? ძალიან კარგი შეკითხვა არის, იმიტომ რომ შეუძლებელია განვითარება და პროგრესი მოხდეს თუ არ არის გაზიარება იმ ახალი მიღწევების, ახალი მიდგომების, რომელიც დღენია და გიცვლება. კონტემპორარული, რასაც ქვია დღეს ტრავმატოლოგია ორთოპედიაში, მკურნალობის მეთოდები და მიდგომები საქართველოში აბსოლუტურად ყველა მიმართულება მოცულია. აბსოლუტურად, ხმამაღლა ვაცხადებ ამას, ნუ ეგონება ჩვენს მაყურებელს, რომ რამეთი ვინმეს ჩამოვრჩებით და თუ ჩამოვშვებით აბსოლუტურად აღმოფხრადია და ამის მაგალითებია ისიც, რომ ჩვენთან ჩამოდიან უცხოელი სპეციალისტები, ვატარებთ ერთად გაცნობიტი ხასიათის
ხასიათის შეხვედრებს, ოპერაციებს, აქ ტარდება თეორიული კურსები საქართველოში, ამიერკავკასიაში მაინც განსაკუთრებულად მოწინავენი ვარ ჩვენ ამ თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებული მისია AOS, ანუ მსოფლიო ტრავმატოლოგია ორთოპედიის ორგანიზაციის თვალსაზრისით მონიჭებული ფაკულტატური მენტორის როლი, რომლითაც ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენ რეგიონში დავნერგოთ და განვავითაროთ თანამედროვე მიდგომები ორთოპედია ტრავმატოლოგიაში. აი თქვა რა სიხშირით ხდება ხოლმე უცხოელი კოლეგების მოწვევა? იცით რა, თვითონ ტრავმატოლოგიას უკვე დაიყო ბევრ სხვადასხვა მიმართულებად. როგორც ასეთი ადრე ტრავმატოლოგია იყო ზოგადად ყველაფრის ტრავმატოლოგია, ასე აღარ არის. არის ძვალსახსართა ქირურგია უკვე დეფინირებული არის დაუშვათ მუხლის ქირურგები არიან ცალკე და ძალიან მივესალმები ამას, რომ რაც უფრო ვიწროა სპეციალისტი, უფრო მეტი ცოდნის დაგროვებას ახერხებს ამ მიმართულებით. არიან დაუშვათ თქვათ ორთოპედები, რომელიც ძვალსახსართა რეპლანტაციაზე, ანუ გამოცვლაზე, როცა დაავადებები არის დეგენერაციული ტიპის დაავადებები, ან ტრავმის შემდგომი აუცილებლობა არის იმისა, რომ შეიცვალოს სახსრები. არის მტევნის ქირურგია აბსოლუტურად ცალკე მიმართულებად ჩამოყალიბდა. თქვენ წარმოიდგინეთ ქირურგიას გამოეყო და ტრავმას თავისთავად გამოეყო მტერფის ქირურგია, რომლის ინსტიტუტი არსებობს თბილისში. წარმოიდგინეთ, მთელი ინსტიტუტი, მისი შრომა, მოღვაწეობა ეძღვნება მხოლოდ მტერფზე არსებულ პათოლოგიებს. ეს ძალიან კარგია. აგერ წეღანო ამბობდი და გავიმეორებ, რომ ცალკე დარგად ჩამოყალიბდა ძვალსახსართა ქირურგიას, რაც ეკუთვნის ონკოლოგიურ თვალსაზრისით. ანუ ახალწარმონაქმნების მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით. ასეთი მიმართულებები, იმიტომ ჩამოვთვალე, რომ შესაბამისად ყველა კონფერენციას უკვე მიზნობრივი ხასიათი აქვს და მოწვეული სპეციალისტებიც, რა თქმა უნდა, მენტორებიც არიან ის ხალხი, ვინც ამ მიმართულებებში არიან წამყვანი სპეციალისტები სოფლიოში. ძირითადად ესენი არიან ევროპელი სპეციალისტები და ესენი არიან ამერიკელი სპეციალისტები. ნუ კანტიკუნდად შეიძლება იყოს სხვადასხვა ქვეყნიდანაც. დიდია განსხვავება იმათ აპარატურასა და შესაძლებლობებს შორის და ჩვენს. იცით რა, მინდა გითხრათ, რომ აი აპარატურა, რა თქმა უნდა, თუ არ აქვს ადამიანს, ეხა ის შეუძლებელია, რომ რაღაცა არის ესეთი გამოთქმა, რომ ინსტრუმენტი აკეთებს და ოსტატი იბრალებს. აჰა. ხო, მაგრამ მე ვთვლი, რომ ოსტატი უნდა იყოს ჯერ თავის დონეზე და მერე გამოიყენებს ინსტრუმენტს. არ მინდა ჩამოვთვალო ახლა სხვა შედარებები, იმდენად, რამდენადაც ყოველთვის აპრიორი მიმაჩნია, რომ უმთავრესი არის სპეციალისტის გაზრდა, ჩამოყალიბება, თორე ყოველთვის შეიძლება ინსტრუმენტების შეძენა და ჩამოტანა. თავარი არის იცოდე მანქანის ტარება და კონდეს მისი მართვის მოწმობის უფლება და მანქანა მოიძებნება. კი ბატონო, დავიდრე დაგემშვიდობებით, კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს. დღესდღეობით რა გამოწვევების წინაშე დგას? ქართული მედიცინაც, ტრავმატოლოგიაც, აი თქვა თქვენ როგორც ექიმ ტრავმატოლოგს, რომელიც ხელმძღვანელობთ ამ მიმართულებას ქუთაისში, რა პრობლემებთან გიწევთ, ასე ვთქვათ, შეხება და რას ისურვებდით, რომელი პრობლემის მოგვარებას, რომ ჯანდაცვა უფრო მეტად დაინტერესებულიყო? უპრობლემო ნამდვილად არ არის. დღევანდელი ქართული მედიცინა მრავალი პრობლემის წინაშე დგას. თქვენ მოგეხსენებათ კარგად, რომ სულ რამოდენიმე წლის წინ დაინერგა ჩვენთან ეგრეთ წოდებული DRG სისტემა. კი ბატონო. რომელიც ქართულად რო ვთქვათ, ეს არის დიაგნოზებთან შეჭიდული ჯგუფები, რომელიც აადვილებს გამოანგარიშებას გადასახადი თანხების გაწეული მომსახურება არ მეყვარს სიტყვა დახმარების, სამედიცინო დახმარების თვალსაზრისით. ეს სისტემა თავის დროზე მოგონილი იქნა შეერთებულ შტატებში 60-იან წლებში მოიგონა ორმა მათემატიკოსმა, რომელსაც საერთოდ არ ჰქონდა მედიცინასთან საქმე, მაგრამ მათ თხოვეს, რომ როგორმე გაემარტივებიათ სხვადასხვა ათასნაირი შემთხვევის დეფინირება, დაჯგუფება და შესაბამისად მერე თანხებით ანაზღაურება. პირველად ევროპაში ეს შემოვიდა, არ ვიცი რატო, ყველაზე დასავლეთით არის პორტუგალიაში. ეს იყო სადღაც 70-იან წლების დასაწყისში, მაგრამ ამას მიტომ ამბობ და გაამართლა თუ არა ამ DRG-ს? გეტყვით. ყველა ქვეყანაში, დაუშვათ სულ რამოდენიმე წელი ინგლისში არის, დაუშვათ სკანდინავიის ქვეყნებში, ცენტრალური ევროპის ქვეყნებში, ახლა ნელ-ნელა უკვე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სამხრეთ აფრიკაში, ავსტრალიაში, ყველგან არის, სამხრეთ ამერიკაში, ყველგან არის DRG სისტემა დღესდღეობით.
მთელ მსოფლიოში არის ეს სისტემა, იმიტომ რომ სისტემატიზაციის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა თანხების განაწილება, გადახდა და ასე შემდეგ. მაგრამ საქმე ეხება იმას, რომ ეს სისტემა, რა თქმა უნდა, იმ თავითვე არ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო აბსოლუტურად მოქნილი და მისადაგებული ჩვენს რეალობასთან. გამომდინარე აქედან, მაგალითისთვის ვიტყვი, რომ გერმანია მაგალითად 10 წელიწადი მოუნდა, რომ დაენერგა ეს სისტემა საბოლოოდ. გამოსაცდელი ვადის შემდეგ და ამ წუთში საფრანგეთშიდაც, გერმანიაშიდაც, იტალიაშიდაც ეგრეთ წოდებული განვითარების პროცესში არის. ანუ ყოველი კონკრეტული წლის შემდეგ დგინდება რა პრობლემები შეიქმნა დაუშვათ დამფინანსებელსა და სერვისის გამწევს შორის. აქ ექიმს ნუ წარმოვაჩენ ჩვენ უპირველეს პლანზე, აქ ექიმი არის როგორც კვალიფიციური მუშა, მეტი არაფერი. აქ არის შეთანხმებები და თქვენ კარგად მოგეხსენებათ საქართველოში სამედიცინო დახმარების თვალსაზრისით 90-95% არის კერძო კომპანიები, რომელიც სახელმწიფო თანხას განაგებენ იმის და მიხედვით როგორი შეკვეთაც ეძლებათ მათ. და უკმაყოფილება რა თქმა უნდა წარმოიშობა. მაგრამ მე ვარ მომხრე იმისა, რომ ყოველთვის იყოს ახლო კორელაცია ექიმთა ასოციაციებს, მათი გაერთიანებების ხელმძღვანელებსა და სამინისტროს წარმომადგენლებს შორის, რომლებიც უზრუნველყოფენ დახვეწას და უზრუნველყოფას იმისას, რომ მისაღები იყოს როგორც ერთი მხარისათვის, ისე მეორე მხარისათვის. ეს რო ასე მოხდეს, ამისთვის საჭირო არის პრობლემების პირისპირ განხილვა, დაჯდომა და საუბარი. რომელსაც ჩვენ სიმართლე გითხრათ, მანდამაინც ჯერჯერობით ვერ ხედავთ. მე არ მოვერიდები ყოველგვარი პოლიტიკური განცხადებებისაგან შორსა ვარ. მაგრამ ახლოსა ვარ იმასთან, რომ დაგროვილი პრობლემები, რომელიც სამედიცინო საზოგადოებაში არსებობს, გაითვალისწინოს მთავრობამ. ამ შემთხვევაში საუბარი არის სამედიცინო თვალსაზრისით ჯანმრთელობის სამინისტროზე, რომელთანაც არაერთხელ მქონდა შეხვედრა იმ რანგში, როდესაც საქართველოს ექიმთა ასოციაციების გაერთიანების პრეზიდენტი ვიყავი. ეხლა ამჟამად კიდე მოგეხსენებათ ვარ ჩვენი მიმართულების კავშირის ხელმძღვანელი, მაგრამ ჯერჯერობით აი ამ წუთშიდაც გადაუწყვეტავია ბევრი პრობლემა და არ გვინდა რომ ისე გამოჩნდეს დღეს ტელევიზიაში, რომ შევხვდით შეხვედრისათვის. აქ უნდა წარმოაჩინოთ უმთავრესი და მადლობა, რომ აქედან შემილია ხმა მივაწვინო კიდე ვისაც ეს უნდა ყურადღებოდეს. იგივე ენდოპროტეზირებაზე ჯერჯერობით გაურკვეველია კიდე ის ფორმა, რომ უამრავი პაციენტი ყავს ჩვენ ასეთი განსაკუთრებით მოხუცებულ ასაკში, უკვე საპენსიო ასაკში, როცა ადამიანებს დეგენერაციული დაავადებების გამო ესაჭიროებათ დაუშვათ თქვათ გამოცვლას ახსრის და შემოვიდა ახალი ბრძანებულება, რომ შეუძლია აირჩიოს, მაგრამ ის თანხა, რომელიც ის ეგრეთ წოდებულ საოპერაციო მხარეს მოიცავს, დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ესე იგი, მიეცა საშუალება პაციენტს აირჩიოს თვითონ პროტეზი, მაგრამ დაფინანსება ისეთი პატარა რჩება და მას ვეღარ წვდება პაციენტი. პაციენტი თუ გაწვდა, კარგია, ჯერ ეს ერთი იმას, რასაც საყიდელი ექნება, მაგრამ ის თანხა, რომელიც მე მოიცავს, როგორც ხარჯებს საავადმყოფოს სტაციონარში დაყოვნებას, ყველაფერს იმწვრილმანებს დაწყებული ანტიბიოტიკი იქნება, ოპერაციის სახარჯი მასალა თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, დამთავრებული ხელფასებით, ეგთანი არ დაგვავიწყდეს იქ, რომ აუცილებლად უნდა მონაწილეობს, რომელსაც მიზერული ხელფასები აქვს დღეს და გარბის კი ბატონო, ეს ცნობილი პრობლემაა, რომ საქართველოში ყველაზე დაბალი ამ წუთში 3 ექთნის ადგილზე მუშაობს 1 ექთანი. იმიტომ რომ ესე იგი 2/3 დაუკმაყოფილებელია ჩვენი ქვეყნის საექთნო კორპუსი. ეს რატომ მოხდა? იმიტომ მოხდა, რომ არ არის მისაღები ის ხელფასები, რომელიც ჯერჯერობით მათ გააჩნია და ეს ხდება გადინება კვალიფიციური კადრების. და ხდება საზღვარგარეთ გადინება. სანამ არ იქნება ღირსეული ხელფასი ექთნის, სანამ არ იქნება ექიმისთვის შესაბამისად კომფორტული ის პირობები, რომ მან შეძლოს საზღვარგარეთაც იაროს სწავლა-განათლების გასაღრმავებლად, არ იფიქროს იმაზე, რომ დაუშვა თქვათ შეამციროს რაღაცის ხარჯზე რაღაცა, ასეთი გამორიცხულია, მაგრამ ხო შეიძლება წარმოიდგინოს პაციენტი. ამიტომ უნდა ყოველთვის იყოს კორელაცია. კიდე ერთხელ ვამბობ, ვისაც ეს ხელეწიფება ამ წუთში არის ის ხალხი, ვინაც დანერგა DRG და პრაქტიკულად, როდესაც მუშაობ DRG სისტემით, წლის ბოლოს ერთხელ მაინც უნდა მოიკითხო, რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ, რა პრობლემები არსებობს. რა თქმა უნდა, ამის გარეშე მისი განვითარება შეუძლებელია. არსებობს ეგრეთ წოდებული ნაღების მოხსნის ფენომენი.
ეს არის მაგალითად თქვენ მაგალითზე ვიტყვი. მადლობა უფალს რომ კარგად ჩაიარა ოპერაციამ და ყველაფერი კარგად აგაქვთ, მაგრამ აი თქვენი მოტეხილობა სიტუაციაზე აი ძალიან მარტივი მაგალითია იმისა რომ წარმოვიდგინოთ პრობლემა რაში მდგომარეობს. სოფლიოში რაც მოტეხილობები ხდება 286 ძვალი აქვს ადამიანს 30-40% ამ ძვლის მოტეხილობა ხდება. იმიტომ რომ ყველაზე ხშირია სხივის ძვლის დისტალური ბოლოს მოტეხილობა. შესაბამისად შესწავლიც კარგად არის და მკურნალობის მეთოდებიც დახვეწილია ძალიან. თქვენაერ პაციენტს, რომელსაც გაუკეთდა ოპერაცია დაუშვათ ჩასწორებით და ეგრეთ წოდებული გარეგანის საფიქსაციო საშუალებებით ღირს რაღაც თანხა, ხო? არის შემთხვევები, როდესაც ეს საკმარისი არ არის და იძულებულია ექიმი გახსნას, უკვე სხვა მიდგომებია და იმპლანტი ჩააყენოს სრულიად სხვა, რომელიც ბევრად უფრო ძვირადღირებულია და ასე შემდეგ. DRG სისტემაში ასე გაკეთდებოდა ეს ოპერაცია თუ ასე აქვს ფასი ერთი. აბსოლუტურად, გამიგეთ? ეხლა საავადმყოფო რაში უნდა იყოს დაინტერესებული მაშინ იაფასიანი საშუალებებით გააკეთოს ის ოპერაცია, რომელშიც იგივე თანხას მიცემენ, რაც ძვირადღირებული იმპლანტით რო გააკეთოს ექიმმა და ხარჯი მეტი ექნეს საავადმყოფოს. ხო მართალია? აბსოლუტურად ლოგიკურია, ხო? მაგრამ შეხედეთ ეხლა რა ხდება ვინაიდან ნაღების მოხსნის ფენომენიც ამას ქვია. საავადმყოფოებმა დაიწყეს გერმანიაში მაგალითად თქვენერ შემთხვევებში ასეთი ავადმყოფების დატოვება საკუთარ საავადმყოფოებში და იქ აუცილებლობა სადაც იყო ძალიან ძვირადღირებული იმპლანტების ჩაყენების სხვა საავადმყოფოებში გადაგზავნა. ამათმაც ისწავლეს მე ჭკუა და ასეთი ავადმყოფები აღარ მოინდომეს თუ ის თანხა ამათ მიხვდით ხო რა გასაგებია. ანუ დაიტოვეს ის რაც მომგებიანი იყო და რაც არამომგებიანი იყო ეს დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა თავისთავად ცხადია ამიტომ ადგენენ ერთმანეთს შეხვდნენ, დაილაპარაკეს და გააკეთეს ძალიან მარტივი გადაწყვეტილება. პირველი დონე, მეორე დონე, მესამე და 6 დონეზე აყვანილი წარმოიდგინეთ იგივე ერთი პატარა მოტეხილობა, რომელიც თქვენ უკვე თქვენ თავზე გამოცადეთ და მადლობა უფალს შვიდობა გაქვთ, 6 სხვადასხვა გრადაციისგან შედგება. და იმის და მიხედვით რა გააკეთა ქირურგმა, იმის და მიხედვით იქნება მისი ხარჯაღბრიცვაც გაკეთებული. გესმით და არა უნიფიცირებულად, ნებისმიერი მარტივად, რთულად, საშუალო. ჩვენთან მოსაწესრიგებელია. მოსაწესრიგებელია უცილობლად. იმიტომ რომ ეს წარმოქმნის ძალიან დიდ უკმაყოფილებას. ერთის მხრივ უკმაყოფილოა სამედიცინო პერსონალი, მეორეს მხრივ უკმაყოფილოა პაციენტი. და ვინ არის კმაყოფილი ვერ გავიგეთ. ის რომ დავნერგეთ, კარგია, მივესალმები, ნოვიზნარი და აუცილებლად მთელი მსოფლიო ასე მუშაობს, მაგრამ ავარი არის მისადაგებული იყო ჩვენ ქვეყანაზე. ორი ერთნაირ ქვეყანას ვერ დამისახელებთ მე თქვენ, სადაც DRG მუშაობდეს ერთნაირად. ყველა გამოდის საკუთარი ინდივიდუალური თავისებურებებიდან და იმ ექიმთა შენიშვნებიდან, რომელიც პრაქტიკოსი ექიმების სახიდან მოდის. ასე პატერნალური დამოკიდებულება სამედიცინო სფეროსადმი საბოლოო ჯამში წარმოქმნის დიდ პრობლემებს. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ზურაბ, მადლობა რომ მობრძანდით. იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი, ამდენი საინტერესო ამბავი, სიახლე, ნოვაცია გაგვაცანით ჩვენ და ჩვენს ტელემაყურებლებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენ და თქვენს კოლეგებს თქვენს პროფესიულ დღეს, რაც შეიძლება ბევრი გამოჯანმრთელებული პაციენტი ყოლოდეთ და ბევრი კმაყოფილი, იმიტომ რომ ისეთი პრობლემების წინაშე არიან დღეს საქართველოში ადამიანები და ფინანსების მხრივ მაქვს მხედველობა და არა მარტო, რაც შეიძლება ყველა ბედნიერი და კმაყოფილი წამოსული იყოს და ჯანმრთელი კლინიკიდან ამას გისურვებთ. დიდი მადლობა, მე ვისურვებდი უბრალოდ ჩემი ოცნება იქნებოდა ერთი რამ ტრამაორთოპედიასთან მიმართებაში, ამით შემიძლია დავამთავრო. ის რაც უკვე გამოგონებულია, ახალის გამოგონება საჭირო აღარ არის, ველოსიპედის არ იყოს. არსებობს ქვეყნები, რომლიდანაც შეგვიძლია გადმოვიღოთ მაგალითი. დაუშვათ იგივე გერმანია. გერმანიაში არსებობს ქალაქები, რომელიც დაყოფილი არის რეგიონების მიხედვით და მოიცავს ცენტრალური განლაგებით 200-300 კილომეტრიან რადიუსებს და ცენტრებში განლაგებულია ტრამვა ცენტრები. 200-300 კილომეტრი იმიტომ არის აღებული მანძილი, რომ 200-300 კილომეტრის დაფარვას ავტომობილი იქნება თუ ვერტფრენი იქნება, გააჩნია შემთხვევის ურგენტულობას, შესაძლებელია სულ რამოდენიმე საათში და კვალიფიციური დახმარება რო გაეწიოს პაციენტს. ნებისმიერი წერტილი გერმანიაში მოცულია რომელიღაც წრეში.
სადაც დაზიანების შემთხვევაში როგორც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, ასევე ვერტფრენმა იცის სად უნდა მიიყვანოს პაციენტი. და არა ისე როგორც ჩვენთან არის ხვარავინ იცი კაი ტრამატოლოგი ვისთან წავიყვანოთ, როგორ წავიყვანოთ, მე რა გვეშველა, ასე არ უნდა იყოს. საქართველოს პატარა ქვეყანაა, სრულიად საკმარისი იქნებოდა ორი ცენტრი რო არსებობდეს საქართველოში, მით უმეტეს არც ერთ რეგიონში უკვე დაწყებული ზესტაფონი, საჭყერე, პატარ-პატარა სამანტყოფოებია ეს უკვე ტყიბულში საერთოდ არა ტრამატოლოგიური განყოფილება ისე როგორც ხალტუბოში, ლენტეხზე, აღარ ვლაპარაკო, მივხვდით ხო, ირგვლივ ფოთშიდაც კი სტაციონარში უკვე ტრამატოლოგია ანტოპია ან ბათუმში კიდე არის რა თქმა უნდა მაგრამ ცენტრი რო არსებობდეს სადაც კონცენტრირებული იქნება როგორც კადრი ასევე მატერიალური შესაძლებლობები და ის ინსტრუმენტალური ბაზა რომელიც ჭირდება თანამედროვე ტრამატოლოგიურ დახმარებას მაშინ ბევრად უფრო გაუადვილდებოდათ როგორც მოსახლეობას, ასევე ექიმთა კოლექტივს მათი დახმარების ხარისხის აწევა. კი ბატონო. აი ეს არის ჩემი ოცნება, რომ გაკეთდეს ქუთაისშიდაც ტრაუმა ცენტრი, სადაც იქნება მოცული ყველა მიმართულებებით და გვექნება იმის რა ვთქვა, იმედი რომ ღმერთმა არავის არ გაუჭიროს, თორე კვალიფიციურ დონეზე დღეღამის ახლაც არის ეს 24 საათის განმავლობაში ტრამბუქტები არსებობს ქუთაისში, რომელიც დასავლეთ საქართველოს მთლიანად ემსახურება, მათ შორის ჩვენი სამანტყოფო, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ტრაუმა ცენტრი უნდა იყოს დამოუკიდებელი ერთეული, რომელიც შედგება უამრავი სხვა ინფრასტრუქტურებისაგან, დაწყებული პაციენტის ტრანსპორტირებით, დამთავრებული მისი რეაბილიტაციით, შემდეგ და ასე შემდეგ, რომელიც ჯერ კიდევ დასახვეწია. დიდი მადლობა. დაგემშვიდობებით ტელემაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი გახდა ცნობილი ტრამატოლოგი ზურაბ ხაბეიშვილი. მადლობა რომ გვიყურეთ. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, ერთმანეთს შევხვდებით ხვალ 20 საათსა და 30 წუთზე მეგატივის არხზე. ნახვამდის.